ჩვენ ზღვის ათვისება არც კი დაგვიწყია ჯერ ნორმალურად, მაგრამ იმიტომ რომ ისიც კი არ ვიცით, მაგრამ სივრცითი განვითარება შეეხება ზღვასაც. თუ არა, Marine Spatial Planning Directive არსებობს ევროკავშირის, რომელსაც სხვა შეიძლება ერქვა სივრცითი დაგეგმვის დირექტივა და სანაპიროს ინტეგრირებული მართვის და ევროპელებსაც კი უჭით ორ სათაურთან გამკლავება. ეხლა მე ვხუმრობ, ჩვენი ფილმი ნანახი რო კონდეთ შენგელაიასი, ხო? ცისფერ მთებს და იმას მოეპყრობოდნენ. ორი სათაური შეთანხმება დაიწყეს ევროპელებმა და ერთ სათაურამდე მივიდნენ. საზღვაო სივრცით დაგეგმამდე, მაგრამ ჩვენ ეს პრინციპი ჩამოყალიბებული ნახსენები გვაქვს მხოლოდ კანონში სივრცითი დაგეგმის შავი ზღვა არის მოხსენიებული უბრალოდ რომ ამიტომ ესეც კარგია მოხსენიებული, მაგრამ მთელი კანონი გვჭირდება. კანონმდებლობა გაქვს შემუშავებული, რამდენჯერ უნდა დაუშვათ ერთი და იგივე შეცდომა და ეს შეცდომა პატარა შეცდომები არ არის. შავი ზღვა და საქართველო არის სინონიმები. მთელი ჩვენი ქვეყნის ფუნქცია დაივიწყეთ ყველანაირი შუა, ზედა და ქვედა დერეფნები. შავი ზღვა არის, გამო შავ ზღვაზე გასვლა არის, რის გამოც საქართველო არის უმდიდრესი, პოტენციურად უმდიდრესი ქვეყანა და თუ ამას ჩვენ ესე ცუდად გამოვიყენებთ, სხვა იხეიერებს, ისევე როგორც მაგალითად თურქეთის თევზჭერი ფლოტი, რომელიც 100-ჯერ მეტში წერს საქართველოს უმდიდრეს სათევზაო არეალებში, მაგრამ თუ ესე გავაგრძელებთ, კიდევ ერთხელ მოხდება მეთევზეობის კოლაფსი და თურქებთან ერთად დავრჩებით ცარიელზე, როგორც ცარიელზე ვიყავით 60 წლის წინ დარჩენილი. ამიტომ დაფიქრება მარტებს, მე გადავდებდი ყველა პროექტს ჩემზე რო იყოს პირადად, ქალბატონო ბელა და ვიტყოდი რომ საქართველოს ჭირდება სანაპიროს ინტეგრირებული მართვის კანონმდებლობა, ჭირდება კარგით თუ კანონმდებლობას არ ღებულობთ სტრატეგია, მართალი გითხრათ კანონმდებლობას რო ვერ მოუხერხეთ ვერაფერი, მე უკვე ერთხელ ხომ სოფლიო ბანკი გვეხმარებოდა, მეორჯერ ევროპეიდი გვეხმარებოდა და სტრატეგია დავდეთ 2009 წელს. ხო არ შეიძლება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ვიღაცა დაგეხმაროთ. შავი ზღვა არის ჩვენი ევროპული განზომილება. როდესაც ჩვენ აი ამ კანონ პროექტს წერდით, ევროპა არის შავი ზღვა არის ევროპული ზღვა. ბულგარეთი და რუმინეთი ჯერ არ იყვნენ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები და ისინი უკვე სრულუფლებიანი წევრები არიან, უკვე უკრაინაც, მე მგონი რომ თურქეთიც კი ამ პროცესში არის, რუსეთის გარდა ყველა ამ პროცესში ვართ ევროპასთან ინტეგრირების და შავი ზღვა არის ჩვენი გზა, თუ რომელიმე გზა მიდის, ჩვენი მხოლოდ თვითმფრინავის გზა არ მიდის, რეალური ეკონომიკური გზა მიდის, საიდან უნდა გაიაროს შავი ზღვის კაბელმა. სად უნდა გაიაროს იმაზე არ ვსაუბრობ, საკამათო თემა არის, მაგრამ საიდან უნდა გაიაროს საქართველოსთან, ვისი მწვანე ენერგია უნდა წავიდეს აზერბაიჯანის, არა, საქართველოს მწვანე ენერგია, ჰიდროენერგეტიკას თუ მწვანე ენერგეტიკა ქვია. ჩვენ აქ მთავარი მოთამაშეები ვართ. ჩვენ მარტო ლამაზი თვალების გარდა, რომელიც ქართველებს გააჩნიათ, ხო? ჩვენ უდიდესი ფუნქცია გვაქვს ევროპისთვის. აი ეს ჩვენი მდგომარეობა ურთიერთობის არის კიდევ ერთი მაჩვენებელი შავი ზღვა რა დღეში გყავს, იმიტომ რომ თავალი მოთამაშე ვართ აქ. მხოლოდ იმის გამო, ლამაზი თვალების გამო არა, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ვართ, აფხაზეთზე და სხვა პრობლემებზე უკვე აღარ ვლაპარაკობ საერთოდ, ჩვენ თუ კარგად არ მოვექცევით ჩვენ სანაპიროს და ჩვენ შავ ზღვას, ხომ? არანაირი შანსი არ გვექნება ინტეგრირების ჩვენი ძმების და დების აფხაზეთიდან. კარგი მაგალითით თუ მოახერხებთ სხვა მეთოდი ჩვენ ვერ მოახერხებთ ამ ინტეგრაციას. კიდევ ერთი ინტეგრირება გვჭირდება. თუ ვერ დაგეგმავს თუ დანერგავს საქართველოს სანაპიროს ინტეგრირებულ მართვას, ვერ მოახერხებს იმას, რისი სურვილიც აქვს, რომ როგორი უნდა მთლიანი გამთლიანებული იყოს ქვეყანა.